Hi, დილამ შვიდობის მეგობრებო, როგორ ახართ? დაგიბრუნდით, მე ნაბეღლავი ბავშვი ყავა და ტოლმის მასალები, რომ ესე იგი დღეს ტოლმა უნდა მოვახვიო და გავყინო. არ გაიკეთო, შენ ხო გახსოვს გუში საყურე რომ გაიკეთე რა დაგემართა? არ გაიკეთო, პირში არ ჩაიდო, ხელში გეჭიროს, გინდა? კაი. ესე იგი თავზე მისვია ეს როზმარინი და რაღაცები და ერთის დაახლოებით 3 საათი უნდა მესვეს, ამიტომ ესე ხო არ ვიჭდები იმასავით, რა ქვია, ფუფალასავით. ხო და წამოვხტი, არ ვიცი, ჩემ ქმერა გამაღვიძა დილით. ნუ დილით რა, ეხლა მაგდუს სამსახურში ვარ ხოლმე. ხო და ადექიო რა, ყავა დავლიოთო, მაგას კვეთით უფრო ადრდალეული ქონდა. მე ავდექი, მე დაწეგი ვიწუწუნე, მე უთხარი და თუ ყავას მოადუღებ, ფულს მოგცემო გინდა. მე უკვე მოდუღებული მქონდა. საბო, მე უთხარი. სრულიად ფხიზელი გახალავთ. ხო და ის არის რა ქვია. აღლავე მე უთხარი, წამოხტი. არასოდეს არ არის მოცებული ფული ცუდი გოგოებო. თუმცა ყურში რო ნახეთ, ხო და სახტი დავიტენიანე დილით უკვე. მე წავისვი ბარე მეთქი კვირას შეიძლება გავიდე, მაგრამ როც გავიდე, ანუ ჯერ ადრეა და მოვჩები ამ პროცედურას, მაგრამ მანამდე გენაცვალე, მე ესე კი არ ვიჯექი. მარიკო, მოდი ფაფადე 2 კოზი, ჩქარადე დამავიწყდა. მოდი, ვაიმე ესაკეთ გადმოვდოთ, ეს ტოლმის ამბებია, აქ დავილაგე უკვე. მოდი სიყვარულო 3 კოვზიც და გეყოფა, მოდი ჩემო ლამაზო რა. დედიკო. ჩაირთვება და რეკლამა. ხო და მოიცი გავთიშოთ რეკლამადე. მოდი ზედიზედ 2 როგორც ვიცით და მოდი ჩემო საყვარელო. მოდი დედასი, დედი, მარიკო, მოდი დე. გააღე ჩემო სიცოცხლე. ეს დაისვენც და ხანე. სამსამკოს ვაჭრობ ანურს და მე ვეუბნებ რომ მოდი შევისვენოთ და რაღაცნაირად უფრო მიირთმევს რა. ყავა უკვე გაცივდა. მაგრამ რას ვიზავთ? ტოლმისთვის ყველაფერი მზად მაქვს გოგოებო, ფარშიც. კომბოსტო ვაიმე როგორ არ უყარს ეს პროცედურა ნეტა იცოდეთ, მაგრამ სხვათა შორის ადრე ბევრად მიჭირდა ხოლმე ეს მოწელვა კომბოსტოს. არ ვიცი რატო. ხო და რაღაც ახლა ტექნიკა დავამუღაბე თუ რა ვქედი აზზე არა ვარ. ბევრად გამიადვიდა. ოცებ ჰოპ და 30 ფოთოლი ამოვაძრე. გედაცვალე. ხო და სხვათა შორის აღარ ყიდულობ გოგოებო დიდ კომბოსტოებს. შედარებით დიდ ყიდულობდი ხოლმე და რაღაცა მოდიოდა დიდი ფოთლები, ამოდიოდა და რა ვიცი, გამოდიოდა მგონი 7 ცალი. ხა იმაში ხო იცით უფრო მეტი უნდა ჩადო დიდში და არაკომფორტული იყო ხოლმე, რა არ მომწონდა რა. ხო და თან ბევრი ფოთოლი უფრო მეტად, როგორც ახლა პატარაში. მაგსები რაღაცა ვერა რა. ხო და ახლა ესე კარგია, მშვენიერი 30 ფოთოლი ამოვიდა. ხა 30-დან შეიძლება არც მეყოს ამდენი ხორცი ამ წამს, მაგრამ ქვემოთ ჩასაფენად რაღაცა და რა დარჩა გადავდე რომ ის გავაკეთო ამ ბორში, ხვალ გავუკეთო ან ჩაშუშული კომბოსტო, მაგრამ მარიამაც რომ მიირთოს, ალბათ ბორს გავუკეთებ, არ ვიცი, მაგრამ მარიამს კი აქვს ტოლმა და რაღაცები. მოდი თან დავიწყოთ გოგო, თან ყავას დავლევ, იმიტომ რომ დრო მიქრის გენაცვალე და მე მაგდენი დროც არა მაქვს, ხა იქ სარეცხი და ბატონო ტელეფონი დასამართი. გერდედიკო. 2 კოვზი და დავისვენოთ დე. ვაჩვენებ, მოდი დედი, ვაჩვენებ, მომიტანე დედი. მომიტანე. ნახეთ რა ლამაზი სამაჯური აქვს მარიამს. მოდი ხა 1 კოვზი დე, მოდი ჩემო სიცოცხლე. მოდი რომ მე შეიძლება სხვაგან წაგიყვანოს დედიკომდე. 1 კოვზი, მეორეც და დავისვენეთ დე. მეორეც და ვისვენებთ დე. შემერტო. რა შეგერჭო შვილო? ეს კოვზი. ბოდიში, 1-იც და აღარ გინდა, კარგი წადი, ხო გეყოფა, მე ეს პაკეტი მინდა მოუხარშო.
დავიწყოთ გოგოებო, დავიწყოთ ეხლა ჩვენ, იმიტომ რომ მაგის დრო მართლა არ არის. ეხლა მე აქ ყავის მას გადავყო 95 საათი. მოიცათ, ეხლა როგორ დაგდოთ? ახალი პრობლემა. აი ეს, მოდი. მომიმარჯვეთ ყველაფერი, რაც გვჭირდება, რომ არ ავდგეთ. ხო და დავიწყოთ ეს ზედმეტი ისინი და მოვაცალოთ. დღეს დედიკო? მაქსისთან? არა, დედი, დღეს არა. ეხლა გოგო. სხვა დროს უნდა წავიდეთ, დედიკო. ეხლა? ხო და ესე, გოგოებო, ვაიმე, გუშინ მე ხალხო, დღე გავატარე. აი, დედას გეფიცებით ხოხავდი. აქედა ხო 1 საათი მოვუდი მუხიანამდე გასვლას ავტობუსით, საათი და 10 წუთი დაჟე. იქიდან ხო იგივე დრო, დედას გეფიცები ამოვწყდი. ანუ 2 საათზე მეტი ხალხო ვიყავი გზაში, ბავშვი, 2 საათზე მეტი და აი ხა თქვენ წარმოგიდგენიათ, აი ფაქტობრივად, რა ვიცი, მაგ დროში ხაშურში ჩავიდოდი ალბათ იმდენი დროით ვიყავი ავტობუსში გავაფრინე კინაღამ, აი დედას გეფიცები გავგიჟდი უკვე. აი არ ვიცი რა, შემოიარა ნახევარი მსოფლიო ფაქტობრივად სანამ იგავდი მივიდოდი. ვაიმე, მეთქი ეს სად მოვდივარ. დედა, არა ხალხო რა, მეტროს უნდა მივაწვოთ ვარიანტში. რა არის იცით, მეტროსით შემეძო წასვლა, მაგრამ მე უნდა მოვიდე მეტროში, მე ვეძებო საიდან გადის ის მარშრუტკა რაღაცა, იქამდე მივიდე და მოკლეთ და ამიტომ გადაწყდა, რომ თამარიკოსთან ერთად რო ვიყავი, ბარემ მეთქი იქამდე მიდის რა და იმას ქნა თქო რა ქვია და ჰა ინახა ბზეთ გადავყევი მაგიმის რა ქვია. ედი ვერ გოვედი მოჩამონტანს. უნდა გამეხრიტო სალონი. რაგი რამცივია ვერ თოპინერები აღარა. ზოგი ოდნავ ცოტა გადაიხარშა, მაგრამ არა უშავს აი ეს ნახევრად ჩაშლილი ძალიან მიყვარს და ჩაშლილი საიწვენი და ის რო რჩება ბოლოში ხორცი. ჩემთვის და გავაკეთო გოგოებო საქონლის ხორცით, დღეს არაგაცა, აი ეს ნევრების ატაბაკ. ეს ახლა გასაყინათ მინდა გოგოებო, იმიტომ რომ გუშინ კიდე მოვხარშე და აქვთ მაგრებს გარდა არავის არ უჭამია ჯერ. ტოლმა ანუ დღეს სადილი მაქვს რა. მოვხარშე ერთი პარტია, ასე რომ ვთქვათ, ხო და აქეთ უკვე ძალიან პაწაწუნებია და შეიძლება ჩასაფერად გამოვიყენო, ან რა ვიცი. ან ისე გადავახვიე რაღაცა. და ჩემი უნდა ხო, აი ესეთი პატარაც რო არისო, გვანცაო, ცოტა ჩადეო, გადახვიე, გადმოახვიე, აი ესეო, დაკეცეო და არცად არ წავა, არაფერი დაიშლება, მშვიდად მოიხარშებაო და აი ესეთი პაწაწუნები სხვათა შორის გუშინ გავუკეთე, უფრო მარიამს და რა მშვენივრად არც ჩაშლილა, ახლა რო გითხრათ და არც რავი არაფერი არ დამარცხნია. ხო და აი ესე წამოხვდი, მეთქი გვანცო, მოდი რა, ადექი რა, მეთქი ადექი საქმეს მიასკდი. სახლიდან რამ ჯერ დამლაგები, როდის ჯერდილა. ხო და ნუ ამ დროს უკვე ხალხს დალაგებული კარ ბაზარი მოვლილი აქ, მაგრამ რას ვიცი. ყოფილდება ხომ შვიდობა გაქვთ. სიათრე რატო გაიყვიძე და მე დღეები კვირა დღე შემარგე, შენი ჭირი მე. ძალიან მიყვარს ტოლმის შეხვევა. მაგრამ მე როგორც მიყვარს გოგოებო, ყველა მეუბნება რომ შენ ძალიან წვალობ, ანუ აი როგორ მიყვარს ეს რომ გადაახვევ და ამებში უნდა შეკეცო ესე რა და ეგ ცოტა დროის კუთხით ცოტა ის არის. ხო და მოკეცეო და პირდაპირ არაფერი მოუვალ. და გუშინ სიმართლე გითხრათ, ზოგი ეგრე გავაკეთე, ზოგი ისე გავაკეთე. და ესეთი ამბები, მოკლედ. აი ესე გოგოებო მშვენივრად. აი მაშინ მე რო ვერ შევხო რა თუნდა მასეთ მეტი საუბარი, მაგრამ მაშინ ხარჩი ხო ძალიან ის არის. იყოს ქვემოთ ჩაუფენ რა პრობლემა. რა არის დედიკო? ძალიან რთულია რომ მირთო ტოლმა და სუპი? გუში ხო მოგეწონა დედიკოს გაკეთებული ტოლმადე?
პატარებს კი ვიწვალებ, მაგრამ მაინც რაღაცა გამოვა. ეს არის, რა ქვია, სხვათა შორის ძალიან მოეწონა, რა კარგია, რა კარგია ეს შეფოდა, ორი ცალი მიირთვა, ზედიზედ არ ახალ ხო. ერთი, სხვა დროს. წვენთან ერთად, ბატონო. ხო, თუთი ყურში ნახა და ამის ბედნიერება საზღვარი არ აქვს და ჩემაქმა რომ ხო არ ვუყიდოთ. მე ვთხარი, აგ დავიდა ხო რა დაფრინავს, რაც დაღოღავს და რასაც ორი ფეხი აქვს. არ დავიდა ხო მივთხარი და არც ოთხი ფეხიანი. არაფერი მე ვთხარი, სახში მოყვანილი არ დავიდა ხო? ვაიმე შვილო. თუთი ყურში მაკლია კიდე რომ დაიწყებს ეს ხმაურს ვერ ჩერდება. გუში გამოექცა ჩემ დაშვის გალიიდან, უფრო სწორად მარიკომ გამოვა ქალბატონმა და ხო. ტელეფონში რო გვაჩვენ. კიდე. მაგას გამოექცა დედი, ხო? ხო და ისა რა ქვია. ვაიმე მე ვკიოდი, კორპუსი ავწიე. ესე ვკიოდი და მარიკო უარესად ვკიოდა. ორივე ვკიოდით ალბათ ნახევარსაათზე მეტი. ვერ დაიჭეს, ბოლოს ისე წამოვიდით, მაინც არ შევიდა გალიაში, სადღაც ატენაზე იჯდა. ხო და ნუ რა ვქნა ხა მეშინიად, რა გავაკეთო კაცო. ანუ აი რა გავაკეთო, თავზე მოძალა არ არის. როცა გეშინია მორჩა წერტილი, იმთავრდება ყველაფერი. რა ვქნა, ისეთი ემოციური გახლავთ. განა მე მინდა ეხლა რა დაგიშავა დაგაჭდეს თავზე იყოს ბედნიერი, მაგრამ აუ ეგრო მოსულიყო ჩემთან. იმით ვიდექი რა ყოღზით. აქ მოხვდი აეზე ვდგავარ მე ვთხარ. რა გავაკეთო? ვისაც რა უნდა ის ფიქროს არ შევიძლია და მომყალით ახლა თუ კიდად. ერთი წუთით გავასრულთავთ. მოვედით, მოვიტანე დაფარაზეც უნდა გავყინო. ამას კი არ დაიტოვა სხვაზეც დავდო. ბრავდო. გახილე. ვაუ, რა მაგარია. აქ გვაქვს ფარში. გამზადებული რა თქმა უნდა. დადეფული დედიკო, დადე ჩემოსაყვარელო. მარიკო, არა, მანდარა დედი აქ სადილს ვაკეთებ, აქ არა და იქით გადაიტანე ნელა. წადი ჩემოსაყვარელო. აქ არის ფარში, გამზადებული დაკვანწული უკვე ავხადოთ და ამაზე საერთოდ ვაფრენ ისე მიყვარს ხალხო. დედაჩემა რომ მითხრა რომ ნახე რა ლამაზი არ გინდაო, სანამ დაასრულებდა მე უკვე თავლა მქონდა ჩამოტანილი და ზოგადად ჯიჯიში ვნახე, ოღონდ თეთრი, სულ თეთრი იყო და მსგავსი რაღაცები ძალიან მინდა რომ მქონდეს და ძალიან მომწონს ხო და ამაში ადრე ფილე და რაღაცები გავაკეთე კიდე, როგორც სალათი ესე ვთქვათ რა და აი ძალიან ლამაზი იყო სუფრაზე რომ დავდე დედაჩემა, მითხრა რა კარგია. ესე იგი გულსართი ასე რომ ვთქვათ. ცოტა ტომატი დავამატე, ტომატს ვამატებ ხოლმე. ეს ალბათ არ იყოფა ამას, მაგრამ რასაც იყოფა იმას გავაკეთებ, დანარჩენი ჰოპ წავა. რაიმე როგორ რომელებით დავიწყოთ გოგოებო, ძალიან პატარა არ მინდა, ზოგი ძალიან ანუ ზედმეტად გადაიხარშა, მაგრამ ახლა რო გითხრათ ამაზე ნერვიულობ, ძალიან მოგატყუებთ. ცირამოდ ბეჭედი მოვიხსნი. ჰადე. გახილე. აუ, რა მაგარი არ დამიკარგო ეს ბეჭედი ბასრია და ხელს მიშლის. კარგი, დავიწყოთ. ასე. რა ვქნა, მირჩევნია ვიწვალო და ისე გავაკეთო, როგორც მომწონს და ძალიან მომწონს, აი ესე ჩატენილი და რა გავაკეთო. აი ასე. და დამერწმუნებით, რომ ცოტა მეტი დრო უნდა მაგ რაღაცების ჩალიჩს ასე რომ ვთქვათ რა, მაგრამ ნუ აი ძალიან რომ მომწონს, მირჩევნია რომ გავაკეთო. ძალიან მეკომფორტულება ესეთი პატარები, მით უფრო ვისაც პატარა შვილები ყავს სახლში, აი ესეთი პაწაწუნები არის ძალიან კარგი. დავიწყოთ. ასე. ზოგში ცოტა მეტი მომივახორცი, მაგრამ ამოვიღოთ, არც ეგ არ არის დიდი პრობლემა. ეხლა ამას გავყინავ გოგოებო, ხო და მე როცა დამჭირდება, ოცებ ჰოპ
ამოვაძვრენ და იმას ვიზავ, რა ქვია, ეგრევე მოუხარშავ ოჯახს თუ მხოლოდ მარიკოს თუ ვის არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია რომ მქონდეს გამზადებული. აი ამას ვიძახდი ცოტა მეტი ხორცი მომევიდა, იმიტომ რომ პაწაწუნებია, მაგრამ არა უშავს. ჩავდოთ მაინც. მიდი საყვარელო, მიდი. ოპა, მოჩა. ასე. რა უნდა დაიშალოს ახლა ხალხი ეს გადაკეცოს, გადმოკეცოს ესე და რა ვიცი, მე დიდად მიჩვენია რომ ასე გავაკეთო ხოლმე თუ უკვე ძალიან რო დამეზარება ხოლმე, მე ის ვაკეთებ, მაგრამ მაინც ან როგორ ვაკეთებ ხოლმე, დადეთ, ცალი მხარე გადავკეცოთ და უბრალოდ გადავკეცოთ და დავიწყოთ გადახვევა. ასე. არც სამ შემთხვევაში დაიშლება გოგოები. იმიტომ რომ ცალი მხარე აქვს აი ასე შეკეცილი, ცალი მხარე არის ასე დამუშავებული, ამიტომ არაფერიც არ მოუვა. განა გასწავლეთ ხალხო, ჩემი იმას გიზიარებთ ხა. არ დამიწყონ აქ რომ ეს გვასწავლით და რა გასწავლით. გაკოცებ დიდი, ოღონდ შენ მოდი, მე ხო ხედავ ვაკეთებდე რაღაცას. მოდი ჩემო ლამაზო. ხო და ვაიმე ისე დამეღალა ბავშვი გუშინ გოგოებო, ვაიმე ისე დაიღალა გზაში, რომ აი მე ხალხო რო ადრე ვიძინებ, ესე იგი ეს ყველა ახსასრული. აი გონზე არ ვიყავით არც ერთი. ყობა, რა დახოცილები ხარ და მე ვთხარი არ შეგვეყო. ვიძინებთ გინდა რამე, არა უკაცო. დაიცინეთ თქვენ, ოღონდ დაიძინეთო. ისეთი სახეები გქონდათ, ოღონდ დაიძინეთ. ვთხარი გადაღლილები ვართ. გზა არ შემიძლია. გზა მკლავს. ბედი ჩვენი რო ვისხედით. არ ვიჯექით, ნუ ხა ბავშვი ასეზე არავინ დამტოვებდა. მადლობა ღმერთს, რომ ჩვენ გვაქვს კიდევ შემორჩენილი და მაინც დამსვავდნენ ახლა, მაგრამ მაინც ჩვენი რო ვისხედით. თავის ბარგა-ბარხა ხოთეშიც. არ არის ახლა ლამაზი, ესე არ ჯობია. ჯობი. ოდნავ დავაშოროთ აუცილებლად გოგოებო. ბატონო? გაიხადეთ. ოდნავ დავაშოროთ, იმიტომ რომ იმის დროს რა ქვია, გაყინვის დროს მე იხევა. ერთმანეთზე დაწყობილი, ამიტომ არ შეიძლება ერთმანეთზე დაწყობა. მაგას დედა შენ ვერ გაიხსნი, იმიტომ რომ ცოტა რთული შესაკრებია და თავისთავად გასახსნელიც რთული იქნებოდა. ჯერ მამას არ გაუსინჯავს ტოლმა, იმიტომ რომ ახლახანს დაბრუნდა სამსახურიდან, ახლახანს რა დილით მოვიდა. დედიკო ჭუჭყიანი მაქვს, ხელი ვერაფრით, ეხლა იმიანი მაქვს, ვერ ვიზავდე რომ გაგიხსნა. დედი, ესე გაიხადე და მე აიწიე თავზე, დე. აი ეგრე გაიხადე, ჯერ ხელები გაიხადე საყვარელო. მიდი დედის გოგო, აი ეგრე ჩემო სიცოცხლე, დამაცადე გავაკეთო, კარგი? აი ეგრე დედი, მიდი ჩემო ლამაზო, შენ თვითონ მინდა რომ ისწავლოდე, შენ თვითონ. მაგარი გოგო ხარ. მიდი ახლა დედიკო, მეორე ხელიც, ეგრე არ, ესე გამოიძრე, ესე. დედიკო, არა დედი. აი ეს, ნახე, გამოწიე დედიკო, ასე. ეხლა თავიდან აიწიედე. კი ბატონო. მიდი დედიკო, გაიხადე. ნელა საყვარელო, ნელა, ვერ იხდი. მაინც უნდა დამაყანიდეს. აი ეგრე, ეხლა თავიდან აიწიე, მიდი ჩემო სიცოცხლე, მიდი. ასე, კიდე. გადაწითლებულია, კიდე. ყოჩა, დაარტყი ხელი, დე, მაგარი გოგო ხარ. გადაწითლ. ვიცოდი რომ გაიხდიდი დედა, უნიჭიერესი ბავშვი ხარ. გიშდება ქება დიდებაზე, რა გავაკეთო. ზოგადად ეხლა რა თქმა უნდა, საერთოდ მომხრევარ იმის, რომ როცა რაღაც ხდება ისეთი ბავშვი უნდა შეაგო, აუცილებლად უნდა მიცე მას სტიმული და არ უნდა გაუტარო თითქოს, ნუ ისეთი არაფერი, არა, ანუ აუცილებლად უნდა მისცე, ამის მომხრევარ თავიდან ფეხებამდე.
თუმცა ზოგადად მაინც ახლა რომ შვილების ქება და იმაზე ცოტა ისე ვარ ხოლმე მე რიდება რომ აი ხავდგე და რაღაც, მაგრამ რაც არის ხოლმე მაინც აღნიშნავ მეტნაკლებად, იმიტომ რომ დავუფასო ადამიანს ის რაც იცის და ის რაც გამოუვიდა უბრალოდ. ასე. აი მე დედი კოცხური რატომ ეკავება მიშველეთ? ვერ გეკავება? ამასობაში ჭორაობაში ხალხო მშვენივრად მივდივართ წინ. ბატონო დე. მამისი გოგო ხარ. ვაიმე, დიდი მადლობა შვილო, ახლა მით უმეტეს როზმარინი თავი ძალაბაზი. შენც დედი. დიდი გილოცავ დაბადების. დიდი მადლობა. შენც გილოცავდე? 10 ივნის რო გექნება დაბადების დღე შემოსაყვანო. მე ახლა 4-ის ვარ. 4-ის ხდები დე, ხდები ჩემო მამაზო. ახლა 3-ის ვარ ხო? კიდე. და 4-ის ხდები. გესმის დე? ასე. ჯერ ცოტა უჭოფობთ, არ ვიცი ზუსტად, მაგრამ სად გადავუხდით დაბადების დღეს ცენტრში მინდა სიმართლე გითხრათ გადავუხადო, მაგრამ ვნახოთ. ბატონო. ჩი რა ვიყავი გახსოვს? ბურთები რო ვიყავი. კი. ჩემ დაბადების დღეს. ის როგორ გაიხადეთ, მაგრამ არა უშავს. ხო და. კი დედი როგორ არ ვიცი საყვარელი. ასე. ამასობაში გოგოებო ჭორაობაში კი იმას ვქენი რა ქვია ეს ტოლმა მიუვა სიკვდილით. უი აქეთ რა ძალიან ბევრი ჩამიდია. ოპა. ბატონო. ეს მირეკავს ეს აკოდა. დასანაბამდა. ხო ზაკოზე გამახსენდა ის არის რა ქვია გოგოებო ჯერ სამსახური ანუ ამდენ ხანი ისე იყო რომ არ ქონდა მოკლედ სამსახური დედა რო წავიდა იქ ვერ მორიგდნენ შვებულებებზე ხო და ამიტომ მაგრამ საბედნიეროდ იშოვა სამსახური და ძალიან მიხარია ისეთ ოჯახში მიდის რომელიც ისედაც ძალიან უყვარს ის ოჯახი და ისედაც უმუშავია იმ ოჯახში და ძალიან ბედნიერი ამ ფაქტის გამო რომ იმ სივრცეში მიდის რომელიც სივრცე ძალიან კარგად იცის იმ ადამიანებთან მიდის რომელთაც ძალიან დიდი დრო აქვს გატარებული და ძალიან უყვარს ის ოჯახი ამიტომ რაღაცნაირად როგორ არის მშვიდად ვარ რომ იქ ყველაფერი კარგად იქნება დედა არ არის უცხო ოჯახი ანუ ძალიან ნერვიულობ ხოლმე ყოველთვის როცა დედა იცვლის სამსახურს რომ არ გაუჭირდეს რაღაცა უცხო ოჯახი აი ხო ხვდებით რა ხო და ძალიან მიხარია რომ არ მოუწია რაღაცა სრულიად უცხო ოჯახში ასე ვთქვათ შესვლა სადაც რა თქმა უნდა უფრო მეტად უჭირთ ხოლმე ადამიანებს მერე შეგუება და რაღაც ესე რომ ძალიან გამიხარდა ეს პაწაწუნების უმარია მის შესაჭმელი რომელი ტოლმა უფრო გიყვართ გოგოებო კომბოსტოთი თუ ვაზის ფოთოლში გახვეული რომელი სიმართლე რომ გითხრათ ვაზის ფოთოლში გახვეული დიდად არ მიყვარს კი არა ალბათ შემიძლია ვთქვა რომ საერთოდ არ მიყვარს მაგრამ შემიძლია მივირთვა რა თქმა უნდა და ვისი ამოვნო კიდეც შეიძლება მაგრამ აი რომ გითხრათ აი ახლა დავდგები ვაზი არა მაგ მაღლა ჩამოკრიფავდი ხოლმე რომ დომოდა და გავაკეთებდი მაგრამ აი მე დედა ეს მაცემინებს ხალხო თუ რა ჯანდაბა მჭირს აი როგორ ვარ იცი თითქოს უნდა დამაცემინოს კვანჩი დახუტებვალები ხო და მაინც და მაინც ახილე ვაუ რა მაგარია და ისე ვარ რომ აი რო გითხრათ რომ აი ხა გავაკეთებ სიამოვნებით არა თუმცა აი სტუმრებს რო ველოდები დიდი სიამოვნებით გავაკეთებ და იმიტომ რომ ხალხი ძალიან უხდება სუფრას და ძალიან მომწონს სუფრაზე როცა დევს მაგრამ დიდად არ მიყვარს მირჩევნია აი ეს ბევრად აი რა არ მიყვარს გეტყვით აი ეს სიმჟავე რო დაკრავს აი ეგ თითქოს არ მსიამოვნებს
ხო ხვდებით რა აი ეგ ამბავი არ მსიამოვნებს მოკლედ აი მე ძალიან პაწაწუნა და ბევრი ჩაიბდე აშკარად აი ეგ სიმჟავე რაღაცნაირად ვერ შევიყვარი ასე რომ ვთქვა და არა და ანუ მაგის ის ეგ არის რომ აი სიმჟავე რომ დაკარავს ამ ვაზის და იმის მაგით უნდა როგორ ვთქვა кайფო მაგრამ ვერანაირად თქვენ რომელი გიყვართ დამიწერეთ თქვენი კომბოსტო თუ უფრო მეტად ვაზის ფოთოლში გახვეული და მე თან ისეთი ადამიანის გაკეთებული მიჭამია რომლებისთვისაც ეგ არის ნომერ პირველი კერძი ოჯახში მარიკო არ წაიქცე ანუ სტუმრებისთვის და აი რო იციან როგორ იცი ეგ კერძი აი როგორც რა ვიცი ხე მე რო დავთვალო კარტოფილი და შევწო ჩემზე უკეთესად იციან ოღონდ იმათ ეგ რა ვერაფრით ვერ შევიყვარე მიუხედავად იმისა რომ გემრიელი იყო კიდე ვაჩვენებ იყო უდაოდ გემრიელი მაგრამ აი რო გითხრათ რომ გადარეული ვარ და ან რესტორანში შეუკვეთავ არა და არც მომდომებია არასოდეს სიმართლე გითხრათ რომ აი ახლა მაგალითად დედა რამდენი ჩავდეს ვარ შეიკო შასი არ არის რომ ვაიმე და ეხა რესტორანში შეუკვეთო არა თუმცა ვიმეორებ სტუმრებისათვის სიამოვნებით გავაკეთებთ იმიტომ რომ ხა მე არ მიყვარს თორე შეიძლება სხვა ადამიანს ძალიანაც უყვარს მოდი ხა ერთმანეთზე დავალაგოთ და მე გადავანაწილებ აუცილებლად თორე ესე ვერ გაიყინება კი გაიყინება მაგრამ მე რაღა აძრობს ამას ხო და ეს რა ქვია აი მე ეს ძალიან პაწაწუნებია ჩემი შვილის ზომები ჩემი შვილის ზომა ისინი ვაიმე რა დღეს ჩავაგდე სამზარეულო ნეტა ნახოთ ბატონო ჩემი ტრენტის კაბა კიდე პაწაწუნა რა ვქნათ არა და გენაცვალე რესტორნებში ძალიან ღირებული კერძია და ესე ვერ იმასიზავ ხელწამოსაკრავი საუბრით რას ლაპარაკობ ისეთი ის არის დაფასებული კერძი და უნდა იყოს კიდეც იმიტომ რომ ნუ ახლა არ არის ეგ რაღაცა საყოველთგიურო კერძი ის კი არა რაღაცა მოთხაპნილ კარტოფილ ვითომ მექსიკურს რომ მოგიტანენ მექსიკურის გარდა ყველაფერი რო არის ესეთი ფასი აქვს ახლა და რა თქმა უნდა ეს როგორ შეიძლება რომ ძალიან დაბალი ფასი იყოს ხო უნებრივია ну მე და ხორცი მეყო ხალხო შოკი არა ეს თვითონ ნარცისე ღრმა არის კლათაშვილის და ეს კიდე პაწაწუნები იყო ხო და ესე ესეთი ფასი აქვს მექსიკურს და იმას გენაცვალე ვერ გაეკარები მაგას ჯობია ბარემ რავი რაღაცა წიწილი შეუკვეთო რაღაცა ის ანუ ისედაც ისეთი ძვირი ღირს რა ჩადი ჩემოლამაზო ჩადი ას ხო და ბარემ ავდგები და იმას შეუკვეთავ მაგრამ ახლა ხوارი რომ იმასაც უკეთავ იმასაც კაცო და კაცობისაც შეუკვეთავ როგორა შეუკვეთავ მაგრამ მით უფრო ახლა თუ აი ჩემი შვილისნაირი ვინმე არის მეც არ მიირთმევს ხორცს რაღაცა ხო უნდა მიირთოს ადამიანი აღშღას ვარნა შენი ვაზის ფოთოლში გახვეული ტყვა ჯებშვილს არ უნდა და ვერ იკეთო ვაჩვენეთ ეგ ხედავ ეს საყვარელო მილიონჯერ აქვს ნახე ეგ ვარჯიში მინდა გითხრა ბატონო კი დენენეს და მარიანის და შანის რაღაცა უბრალო აი დედას გეფიცებით გადავირიე აი ჩვენთან სანიცდე ნახალუკაში არის რაღაც ბეიქ ანუ რაღაცა ქვე ბეიქ რაღაც აი მე არ მახსოვს და ის არის რა ქვია ამას წინათ კი არა და ადრე რა დედი კვაკი იყო ჯერ იქ საცხობი და კეტილი იყო ის და შევიარე მეთქი რამეს გავუყოლებ თქო მარიამის კვერში მელოდებოდა და რაღაცას მიირთმევს თქვა ხაჭაპურს რაღაცას თქო ვაიმე ხალხო ფასი ედო უკან გამოვედი რაღაცა ზომა ვნახე მე მეთქი ნეტა რა ზომა იქნება ძალიან დიდია და რაღაცა აემხელა მე არ ვიცი მეთქი
ლობიანი და ეს ფასი როგორც თქო ჩემ გულში ვიძახი, ალბათ აქ ნამცხვარი ეღირება 550 ლარი ადრავი რაღაცა. ანუ აი და ეხ წარმოვიდგინე ტოლმა რატო უნდა ღირდეს ახლა ხო არ იცით 1 ლარი. ასე რომ ყველაფერს თავის ფასი აქვს რა. სად უნდა გაიარო და? მედგარება სასამხურში. გაიარე დედა, რა პრობლემაა შვილი. სხვადასხვა შორის თუ მრჩება ხოლმე ფარში, აი ერთი კოზი, ორი კოზი ესე, ეგრევე ტოლმას მოვაყრე ხოლმე ზემოდან და მე როგორ მიყვარს. კი არ უნდა ის სასამხურში წავიდე, უნდა გავიშლილო. აიდე. ეხლა თვის ბოლოს გადავა შაბათს ხელფას რო ავიღებ ამ სამშაბათს რა ვიღებ მოკლედ ამ დღეებში. ეს არის ვიყიდი ხორცს გოგოებო, მოვიტან კომპოსტოს. ყველაფერს მოკლედ. ხო და იმას ვიზავ რა ქვია. შესაძლოა იმას გამოვიყენებ სამიცალი ხომ. ეგეც უნდა გაყინო, ანუ შესაძლოა რაც მინდა. და იმას ვიზავ გოგოებო, გავაკეთებ ტოლმასაც, მოვიტან მოკლედ ყველაფერს. ტოლმას გავაკეთებ და ცოტა ხინკალსაც გავაკეთებ ჩემთვის უფრო საქონლისას. თორე მამაკაცებისთვის იმართლა გითხრათ მერჩევნია ტოლმა გავაკეთო. რა შვები დედი? დედი, ბატონო. მე სასამხურში ვარ. უი, ბოდიში. ბოდიში რო შეგაწუხე. ესე ხა მაშინ რა ჩაიდება. მოდი კაი ცოტა არის და ესეც შევახვიოთ გარემ. რაც არის. ეს ყველა ვარიანტი ჩაიშლება, ისეთი ის არის, მოჩხლაკული, მაგრამ არა უშავს. გადავახვიოთ. აი იმის რა ქვია, ვაზის ფოთოლის რა მიყვარს, ის და წვრილები როა რაღაცნაირი, ვაი ისეთი ლამაზია და აი თურქულ სერიალებშიც როა ხოლმე და ფილმებში ხა ყველას გვინახავს, ხო? როგორ მიირთმევენ, აიღებენ როგორც მზე სუზირა, ისე მიირთმევენ ხა. მაგი ალბათ უნდა შეჭამო 1.30 ცალი რომ დადაყრდეს სავარაუდოდ. ისეთ პაწაწუნებს აკეთებენ ხოლმე. აი მე დედა, აი მე შეხვებას რა აზრი ქონდა, მაგრამ ჰა, აი მე იყოს რაც არის. ესეც დავასრულეთ მოკლედ მეგობრებო, ჩვენი ტოლმის მოხვევა. ასე ჩემი სილამაზე, ასე. ხო და შემდეგი ეტაპი არის უკვე რა თქმა უნდა სახლის დასუფთავება. ახლა დაგემშვიდობებით მეგობრებო, დიდი მადლობა რომ მიყურეთ და ჩემთან ერთად იყავით. რაიმე დედა. ხო და გემშვიდობებით, ვაი ისეთი ჭრენ მაგ ხელი როგორ უნდა გავთიშო არ ვიცი ერთი წუთით. გემშვიდობებით, რა თქმა უნდა, დღეს დიდი ალბათობით იქნება ლაივი, იმიტომ რომ თუ სადმე არ გავედი, აუცილებლად იქნება, აუცილებლად. დროებით. ნამდვილი ოჯახის ქალი ვარ.